ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ ჩამოიყვანა რობი ვილიამსი, მაგრამ ერთი რამე მართლა არ უნდა გაეკეთებინა. ჩემს გვერდით ქართველი ვაჟკაცები იყვნენ და ტრაკი რო დაგვანახა, მაგრად გამიწყდა. არ იყო კაი საქციელი და მოსაფერებელი საქციელი მართლა არ იყო. დიდი მადლობა. Top მესალდელე. რომელიც იმამდელაში ძალიან მაგარი გორგოა. აქტაზე ფილმი. და არის სახიობი. ყველას ეგონე ნამდვილი და ყველას ეგონა ის რეაქციები ნამდვილი, რაც შენ ქონდა იმ კონცერტზე. სუპერ პოპულარული გოგო გახდი სულ რაღაც რამდენიმე წუთში. რობის დამსახურებით და რობის ტრაკით გავხდი ძალიან ცნობილი. ელენე გაითამაშა რეალურად აღშფოთებული ქალბატონის როლი, რომელიც იყო, ხო, ქართველობას გვართმევენ ქალბატონი. ხო, ყველა ხუმრობს ეგრე, არაფერი ახალი არ იყო. დამაჯერებელი იყავი. ეს არის საქმე, რომ დამაჯერებელიც არ იყო, იმიტომ რომ როდესაც დავამთავრე, გავიცინე. ანუ კომენტარი რომ გავაკეთე, გავიცინე და მეგონა რომ ჟურნალისტი მიხვდებოდა. და აღმოჩნდა რომ აუ მაგარი მასალა მიიტანა. არა, იყო მაგარი მასალა. არა. მოდი მე ვიტყვი რა. რეალურად. ეს იყო მაგარი მასალა. და მე არ მომწონს შაყირი ჩემს კოლეგებზე. შეიძლება ამ გადაცემაში. ხო. არ მომწონს შაყირი. შეიძლება, მაგრამ ანუ ჩემთვის გასაოცარი იყო, იმიტომ რომ დილის 6-ზე კომპიუტერთან დავჭექი. ეს არის მასმედია, მასობრივი და ჯერ ამორენდერებულიც არ იყო, ანუ თვითონ კამერის ეკრანზე ესე. ხო. ვიღაც ოპერატორის ხმა ისმის და ბიჭების ხმა ისმის. შეხედე ბიჭო რას ამბობს. მოდი რა გითხარი რას ამბობდი იქ რა. გითხარი რა რას ამბობდი. არ მახსოვს რომ რაღაც აღშფოთებული იყო. ხო, ეს რატო დაგვანახა რობი ვილიამსა ტრაკი, როდესაც ჩემს გვერდით აი ესეთი ქართველი ვაჟკაცები იყვნენ, თქო მართლა არ იყო მოსაფერებელი სექციელი, თქო და ასე თქვი. ანუ აი ამაზე ატყდა პანიკა. ეს უბრალოდ იყო მაგრამ მე მაინც მეგონა რომ ჟურნალისტი მიხვდებოდა რომ ეს ხუმრობა იყო.